აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი ჯინჭარაძეს უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. მთავრობის ახლადარჩეულმა მეთაურმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ჯინჭარაძე 1992 წელს აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში დაიბადა. წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობამდე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოზიციას. გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას აფხაზეთის ფინანსა და ეკონომიკის, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროებში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ გიორგი ჯინჭარაძის მამა, მიხეილ ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტში გმირულად დაიღუპა და დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისთვის, ნდობის გამოცხადებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотивация, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისგებლობა. მე ასევე მადლობას გადავხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სისტემაში დიდი ხანი გამოცდილება აქვს მიღებული, შესაბამისად იგივე მრწამსით ვარ დღეს აქ და შევეცდები ძალღონე, რომ ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენ დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ არსებული რესურსების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პლენარული სხდომა ჩატარდა ჩვენს უმაღლეს საბჭოში. დავამტკიცეთ აფხაზეთის ახალი მთავრობა, ახალი თავმჯდომარე და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის დეპუტატების მიერ გაცემული, იქნება გათვალისწინებული და მუშაობა წარიმართება სწორედ აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად. ბატონმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ესე იგი ძირითადი ყურადღება იქნება გამახვილებული დევნილთა მოთხოვნილებებზე და მათ ყოფაზე. აი ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელიც არის დასახული.